ვაგრძელებ ჩემს მოგზაურობას საქართველოს კუთხეებში, ზესტაფონში ჩამოვედი თესლების და განსაკუთრებული ჯიშების საძებნელად. რა თქმა უნდა, მოგზაურობას ბაზრიდან ვიწყებ. ყოველთვის სადაც ჩავდივარ, პირველი მისამართი ბაზარია, იმიტომ რომ ბაზარშია მაინც გინდა არ გინდა შეკრებილი რაღაცა იმ ხარის ზესტაფონის ბაზარი ცნობილია, ნახოთ რა დაგვხდება. თან ვარ დაინტერესებული ბავშვობის მე აღარ ყოფილი ვარ. თესლებს და სუნელებს რომ ყიდიან, აი ეგენი მაინტერესებს, ნახოთ აბა ერთი რა დაგვხდება. მე უკვე სოფლებში წავალთ, რა თქმა უნდა, ახლო სოფლებს მოვივით. რა კაი ბაზარია, ნახე ერთი როგორ გაპრიალებული, გაწყრიალებული, შეხედე. კაფერი პრასებია, ნახე ერთი. არა 5 წელი დაუკონიათ, ნახე იმერლებს. ამითი რა პრასი გამოვა 5 წელით, რა გამოვა? პრასი არ არის, მაგი ნიორი. პრასი არ არის, მაგი ნიორია. რა თუ და მაგას ტრიალი წეიღე პატარაო. ზესტაფონში 9 ლარი ღირს 1 კილო ყველი, აგერ ხალბატონმა მოიტანა სახლიდან. გემოსაც გაგვაშინჯებენ. აგერ ნახეთ გემო, აგერ გასინჯე ჩქიმოჭირეთ ასე მე მიმაქრახლე ესეთი. რამე ხო არ გაქვთ კაი ჯიში, ძველი, რო ikარგება ისეთი. ეს არის სულყვითელი პარკი, აქ მოდის 6 კვირაში და ბარდიანია. დაბალია? მაღალი. 6 კვირაში მოდის, ამ სიგრძე პარკები აქვს, იშვიათი ჯიშია სხვადასხვა. ძველია თუ ეს ახალი ჯიშია რამე? ხო რა, ადრე იყო ხოლმე, მე გადააწვა და ისევე გამოჩნდა, მე ეს 2 წელიწადია აღარ იყო ხოლმე ესენი საერთოდ. და გამოჩნდა. კიდე რომელია მასეთი? ამას სულ ვერ ვცნობ, ბათუმელას რომ ეძახით, ეს არ ვიცი რომელია. ეს? ხო, ეს ცნობილი ბათუმელა და ეს არ ვიცი. ესეც რაღაცა კაია, აი, ღია ფერის. ეს არის ხონალობიო. ხანჯალალობიო ვიშოვეთ, ხანჯალალობიო ვიშოვეთ. ხო, ეს არის. ხანჯალალობიო ვიშოვეთ. აჰა, ხო. ქონდა იმას. თქვენ კოლეგას, თქვენ რა მიწონეთ? სახელები ქვია მამიდა, ჩიტიკვერცხა. რამდენი ხანია აქ რაც ხართ? აქ რაც ბაზარი გადმოვიდა სულ ვარ, მაგრამ ისე სულ ბაზარში ვარ 30 წელი. 30? 70 წლის ვარ. უი, სულ არ გეტყობათ, გაპრანჭული ხართ. აი ხარი არ ვარ გაპრანჭული. როგორ არა? სადაც. თქვენი სახელი და გვარი როგორაა? ნანა ჩაფიძე. ხალბატონ ნანა, რა გაქვს ისეთი ჯიში, რომელიც ნაკლები და ნაკლები. არ მაქვს, არა, ეს ჯიშები სად მაქვს მე? რაც ნაკლები და ნაკლები მოყავთ, უფრო რომ იკარგება ისეთი რომელი ჯიშები გაქვს. კარგად კი გაქვს მოწესრიგებული აქაურობა ლამაზად. ეს ცოცხის მარცვალი, ბოლოკი, ტუნეფსი, საზამთრო. ტუნეფსი რა არის? მე ისა კურდღლებს და საქონელს ვაჭმევ, ზამთარ დიდი თავებს იკეთებ. ისა, დიდი თალგამი. თალგამი ქვია, ხო. ეს ყაბაყი. ყაბაყი ხო არის და ის ხომ არ გაქვს წარე ხაპი რომ დიდი მწარე ხაპი? არა. ეს მომეცი, ეს არის კარგი. ეს კამა კაია. კამა მომეცი 1 20 ლარის. 20 ლარის? ხო, რა თქინდა ეს კოვზით რა ფერდი იწყებ რა მიბულებ რა კოვზინა. რომარცი იყო. ეს რატო გაქვს დაბმული? რო არ დამეკარგოს. რომ არ დაგეკარგოს. აფიშტები. აი ყველა სასწაულობიო ეს არის. შეხედე როგორია. რა ღირს იმერული ყველი, რა ღირს? 14 ღირს თქვენ 13-ში. 14 ლარი 13-ად. მადლობა შენი ჭირიმე, მადლობა. ის რა იყო აბა 9 ლარი რომ ითხრენ ხა. ლახადარ გამაგვანოთ. ლახადარ თქვენი ცოლის გვერდზე მე დავჟიაკიდაკ, ლახადარ. დევიკავე თქვენი ადგილი. ის მუხა ვისი დარგულია თქვენს უკან? ეს მუხა არის ჩემი ბიჭი. ჩემი ბიჭის დარგული არის. არა, უბრალოდ არ არის ჩემი ბიჭი. ბაბუა ჩემი. მამა ჩემი რო იყო თუ დღეს ეს მუხა რო ამევიდა. მამა ჩემს ნომებია. მოჭრაე. ხო. არ უქნია ჩემ ბავშვი. ხო. თავის თამევიდა. ხო, თავისი დამოსული არის. ის კრემლი ვინ დაადგაინ თქვენ სახლს? ხელოსანი. ეს 80 წელს გავაგეთ. გორგაძე. ემად მოდიოდა სურათს იღებდა. ვარსკვლავი არ ქონდა მაკრემზე? ქონდა, მაგრამ ჩამოხორდა. ემას სულ აგრებს ჩემი ბიჭი. 50 წელს არის ახლა ეს მუხა. და აქ სოფლის ხალხი დით იწყო.
ასე ყველა მუშაობს, ყველა გასულია, ყველა მუშაობს ამ აქ შემოსავალი რა არის ეზოში მიწაზე? მიწაზე რა არ ყველაფერი მოყავს. საქონელი. საქონელი უბრალოდ ბევრი სულ. სროხები ზოგ ძროხაა, ზოგ ხუთი ძროხაა. და შეინახავს აქ თავისი უყიდლად შეინახავს. იყიდიან ყველგან. ისინი თავზე თან უსაუბენ და თან რაღაცა. აი სოფელი, აი. აი ახლო ხარ, ფლათ ახლო ხარ. კი ბატონო 4 კილომეტრი არის აქ. ავტობუსი დადის ალბათ. არა, აღარ დადის ავტობუსი. ავტობუსი დადის. ყველა ოჯახს სამსავე მანქანა ყავს და რაღაც და ავტობუსზე არ ყავს, მსხორს გზავრი ხო უნდა ყავდეს. იყო, მაგრამ ვიღაც უნდა მაშინა, ყველას მაშინა ყავს. სოფელო თქო. ესე იგი არა გაჭირება, მანქანა თუ ყავს ყველას და თავის არა, გაჭირება არა. ძალიან კარგი სოფელია, ძალიან კარგი მეზობლობა გვეც მეორეში. მიდასტურება, მამიდასტურება. დარბაზებში. თელეხებსაც ისე? დიახ. აქ სახში აღარ გაშა. დაბადების დღესაც მისთვის გააკეთა ჩემო მამაში მესოფელაბლოსები და ახლა ვიღაც უნდა. რა იყო იქ, რა სიხდით, რა სუფრები იყო? ყველაფერი დასაფლავება იყო, დაბადების დღე იყო, ქორწილი იყო, ყველაფერს ვაკეთებ. 300 კაცი ხდება იქ. ამ მეზობლობაში და თან კრემლი დაუდგამს თავს. ქელეხი მქონდა. მაშინ მოდაში იყო? როგორ დაიწყებოდა ვინმე? როგორი კაცი იყო მომიღე? კარგი. როგორი, უცნაური რითი? საქმიანი იყო. დასავლეთში, ზუგდიდში და ოჩამჩილეში დაქონდა ღვინოები და კიდე თავის ნასროს ნაცვალებს. თავის ღვინოს. დიახ. ოჯახის ღვინოს. კი. 70-იან წლებში მოსკოვში იყო. იქონო წეთი. ასამბო. თვითონ აკეთებდა ღვინოებს? კი. რამდენი ქვევრი გიდგათ? ქვევრი აღარ მიდგას ახლა განგრეულია. ამოანგრიეს ზოგი მეზობლიდან ნაცხოვრობდი. ზოგს მე ყიდულობდით. რა თქმა უნდა. კი ხართ აქ ჟღურტულში ლამაზად ვირჟაზე გამოფენილი? ბოსტოში ვიყავი. დამებიძა. და ხომ Facebook-ს საღამოს. აბა რა ვაგეკადრება, მაგის აგერ გარეშე. მუხი მუხამახ იმისთან რომ ნატურლობი აი შეგნენა დაუჯები და ზოგს პური მოვა, ზოგს ყველი მოვა, ზოგს უნდა მოვა, ზოგს არაყი მოვა და საღამოს არის გაიჯიჟინი. ეჭვი არ მეპარება. და აქ სვამთ ახლა თქვენ სადგის დაგითმობთ აქ თქვენი მეუღლის. რა ვაგეკადრება იჯეკი, დაწალე იჯეკი. ხადგას შვენიერი, ეიხედე ზევით რა გაია. აგერ ტახტი, შვენიერი რბილი ავეჯი და აგერ ქვეშ ნარდებია მოთავსებული. ამის ქვეშ დომას ახლა ჯობია რამე, ციცქა ცოლიკოური.